განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გამოცემა ისტორიას არ ახსოვს, სადაც თავმოყრილია მესამე ტომში 2500-მდე აუდიო ვიდეო ჩანაწერი, რომელიც კონკრეტულ მატარებელზე არის თავმოყრილი. ამ დიდი საქმის ორგანიზება ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა 2010 წლიდან განიზრახა და 2019 წლის ჩათვლით მიდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური სამუშაო. წარმოდგენილი იყო წიგნი, რომელიც არის ასე ვთქვათ, საუკუნის პროექტი და მასში თავმოყრილია კულტურული საგანძური. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის სულს მინდა მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ის არსებობდა ამ ქვეყანაზე და რომ საქართველოს ასეთი ადამიანი ყავდა. ეს არის გამოცემა, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას და იმ უნიკალურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეთნოლოგიის, ჩვენი ფოლკლორის შესახებ არის და არსებობს როგორც სამეცნიერო, ასევე შემოქმედებით ლიტერატურაში.